ამბერების სახლი House Amber, კინურისა და ცეცხლის სიმღერის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და უშიშარი საგვარეულოა. მათი მიწები ჩრდილოეთის უკიდურეს ნაწილში, კედლის მახლობლად მდებარეობს, რამაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა ამბერების ხასიათი. ისინი მკაცრი, ფიზიკურად ძლიერი, გიგანტური აღნაგობის მეომრები არიან, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან ამაყი და ფიცხი ბუნებით. მათი ციხესიმაგრე უკანასკნელი კი არა Last Hearth, ვესტეროსის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ლორდთა სავანია. ამის გამო, ამბერები ყოველთვის პირველები ხვდებოდნენ კედლიდან გადმოსულ ველურთა თავდასხმებს და ჩრდილოეთის საიმედო ფარად იქცნენ. მათი გერბი, დამსხვრეული ჯაჭვებიანი გიგანტი წითელ ფონზე, სიმბოლურად გამოხატავს მათ დაუმორჩილებელ სულსა და ძალას. ამბერები საუკუნეების მანძილზე სტარკების მტკიცე მოკავშირეები იყვნენ. წიგნებში მათი ერთგულება კარგად ჩანს რობ სტარკის ომის დროს. ლორდი ჯონ ამბერი, რომელსაც სტივ ჯონს გრეიჯონ ეძახიან, თავდაპირველად ეჭვით უყურებდა ახალგაზრდა რობს და ნადიმზე იარაღიც იშიშვლა. თუმცა მას შემდეგ, რაც რობის მგელმა ორი თითი მოაჭამა, დიდმა ჯონმა გადაიხარხარა, რობის სიმამაცე აღიარა და პირველმა გამოაცხადა ის ჩრდილოეთის მეფედ. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში პატარა ჯონ ამბერმა ბოლტონების მხარე დაიკავა, წიგნებში მათი ისტორია ბევრად რთულია. წითელი ქორწილის შემდეგ, როცა დიდი ჯონი ტყვედ ჩავარდა, ამბერების სახლიურად გაიხო. ნაწილი იძულებული გახდა ბოლტონებს დამორჩილებოდა, მეორე ნაწილი კი სტენის ბარათეონს შეუერთდა და ვინტერფელის კედლებთან ბოლტონებს პარტიზანული ომი გამოუცხადა. ამბერები არასოდეს ივიწყებენ ფიცს და მათი გული ყოველთვის ვინტერფელის მგლებს ეკუთვნის.